Gavreke ღორები და წავიღი შექსპირი. ჩემი კამერის უკან მე ვარ ყველაფერი. ვაგროვე ფულს, ხალხი ხომ მიდის დასასვენებლად სადღაც, მე მივდივარ იქ გადასაღებად. ეს რამიქენი ჩემი ფოტო ყველა ვნახა. უცხო ქალაქში და საკმაოდ სიგარემოში, იქ სადაც გეკითხებიან ვისი შვილი ხარ. გითქვამთ დედასთვის მიყვარხართ თქო და მას თქვენთვის. არა, შენ სამხრეთ ამერიკაში დღეს ყველაზე პოპულარული ქალი ხარ. მიკვირს იმ ადამიანებს, რომელსაც არ შეუძლიათ მარტო ყოფნა. ეს არის დედა ჩემი, რომელიც იყო სოფლელი ქალი, დაიბადა ერთ სოფელში, შემდეგ გათხოვდა მეორე სოფელში, უფრო მაღალ მთიანში და მთელი ცხოვრება იქ გაატარა და ძალიან უყვარდა. და მე მისი გარდაცვალების შემდეგ ვფიქრობ, რომ მეც ყოველთვის მიყვარდა ჩემი სოფელი, მაგრამ უფრო გამიძლიერდა მგონია ეს სიყვარული. იქ იყო უზომოდ ბედნიერი იმ სოფელში, იმ ეზოში, იმ სახლში, სადაც მთელი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა. და რა ვიცი, მე მგონია, რომ ეს რაღაცით ხოლმე ვფიქრობ ხოლმე მის გარდაცვალების მერე, რომ აი მისი თვალებით უყურებ, ანუ ის რაღაცით ჩემიდან ხედავს აი იმ გარემოს, რომლის ყურებაც მზერაც აი მართლა შეიძლება დამჯდარი ყოფილიყო და ამბობდა რომ მინდა რომ უყურო სულ ამ თებს ამ ტყეს და ძალიან უყვარდა იქაურობა. ძალიან საინტერესო გამომეტყველება აქვს. კაცრი იყო? დედაჩემი არ იყო მკაცრი. მე არასოდეს არ მახსოვს მისგან ხმამაღალი სიტყვაც კი, თუმცა არც მოფერება არ მახსოვს. ერთადერთი იცოდა წარბის შეკვრა, აი რაღაც არ მოეწონებოდა და მერეც კი უკვე როცა დიდი ვიყავი, მერეც უკვე ძალიან არ ვსიამოვნებდა ხოლმე და ვფიქრობდი, რომ ისი არაფერი არ თქვა, ან არაფერი არ გავაკეთო და ეჩემ ის წარბის შეკრას. ანუ კაცრი საერთოდ არ იყო, არც დიდად მომფერებელი, მაგრამ რა ვიცი, ძალიან დამთმობი იყო ბევრ რამეში, ისიც და სულ ცდილობდა რომ ყოფილიყო მშვიდობა, თავარია იყოს მშვიდობა გარშემო ადამიანებმა ერთმანეთზე და თვითონ ბევრ რამეზე თავს დახრიდა. რამხელა იყავით თქვენ რომ გარდაიცვალა? დედაჩემი გარდაიცვალა დაახლოებით 6 წლის წინ. ცოტა ხანი. კი. აი ეს მოფერება რომელიც თქვენ ახსენეთ, გაკლდათ, გიცდიათ მერე უკვე, აი როცა ორივე დასრული ქალი იყავით, ამაზე გესაუბრათ თუ? არა, იცით რომ ძალიან გვიან გავაცნობიერე ეს რომ დედაჩემ არ იცოდა მოფერება. აი როდესაც დაიბადა მაგალითად ჩემი ძმისშვილი, მაშინ ნახე რომ გენაცვალე რომ უთხრა ბავშვს, უკვე მაშინ გაიხსნა ეთყობა მასში ეს ყველაფერი და მაშინ ძალიან გამიკვირდა რომ დედაჩემს ეს ცოდნია. თუმცა გვიან და გვიან გავაცნობიერე რომ თვითონ დედაჩემიც მამა ადრე ომში დაეღუპა, ისე რომ არ უნახავს. 10 წლის იყო როცა დედა გარდაეცვალა და ძმებმა, უფროსმა ძმებმა და მათმა ცოლებმა გააზარდეს და მე ყოველთვის ხსნი რომ ეს ხასიათი მას სწორედ ასე ბავშვობიდან ჩამოუყალიბდა. ასეთი გაიზარდა, ვერ შეძლო და აი გვიან უკვე შვილიშვილებთან შეძლო გახსნილიყო და თავისი ესე დედური, ქალური ხასიათით ვისითბო გამოევლინა. გითქვამთ დედასთვის მიყვარხართ თქო და მას თქვენთვის? არა. მე მერიდებოდა ამის თქმა. იცით, ერთხელ დედაჩემს არ უყვარდა მოგონებების მოყოლა არასოდეს და ერთხელ მოყვა დედის გარდაცვალების შესახებ, როგორ გარდაიცვალა. და მე მაშინ იცით ბოლომდე დავინახე, ასე მგონია მისი ბავშვობა. 10 წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა, მატარებელი დაეჯახა და თქვა რომ გაკვეთილზე ვიჯექი და შემოვარდა ჩემი კლასელი და მომაძახა
თინა დედა შენი მოკვდავი და აი სულ ფიქრობ ხოლმე რა იყო 10 წლის პატარა სულ მგონია რომ ასე იცხოვრა იცით აი 10 წლის პატარა გოგოს როცა ეტყვი რომ შენ დედა მოკვდა და მე მთელი აი ეს აკანკალებული გულით სულ მგონია რომ ასე იცხოვრა მთელი ცხოვრება ამიტომ მე გვიან მაგრამ ძალიან კარგად გავიცანი დედა ჩემი ეს ჩემი სოფლის გაზაფხული, ადრე გაზაფხულის პეიზაჟია. როცა ნახევრად არის თოვლი, ნახევარზე უკვე გაშრა და აქ რა თქმა უნდა არ ჩანს და ეს ნაკადულები მოდის. მე ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი და აი როგორც გითხარით, უფრო ბუნებაში ვიყავ ვიდრე ხალხისკენ და ყველაფერი ვიცი. იცით კი ვიცოდი, სად აყვავდებოდა პირველად ყოჩი ვარ და ვირის ტერფები სად გაჩდებოდა პირველად, სად ყველაზე ადრე დებოდა თოვლი და აი გადაღებითაც სწორედ მე გვიან უკვე ამის გადაღება დავიწყე და აი ეს არის ადრეული გაზაფხული. თითქოს როცა უყურებ ხოლმე ისიც სუნიც კი მომდის როგორია ამ დროს მიწა სხვა სუნი აქვს, ცივი ქარი უბერავს ხან და რაღაც იცევდიანიც არის ხოლმე ეს ასეთი პეიზაჟები ჩემთვის. მით უმეტეს როცა მართლა დრო გაშორებს და ფოტოს საშუალებით უყურებ, თუმცა ეს პეიზაჟი ისევ არსებობს დღესაც რა თქმა უნდა. ხშირად ჩადიხართ? დიახ, ვცდილობ რაც შეიძლება ხშირად ჩავითე, როგორც კი ამის საშუალებას მაძლევს დრო და მივდივარ აქედან, მაგრამ უკან დაბრუნება არ მინდა ხოლმე. და რაც შეიძლება ვცდილობ რომ გავწელო დრო, რომ დიდხანს ვიყო იქ. სამწუხაროდ ჩემი სოფელიც ისევე როგორც ბევრი სოფელი დაიცალა ხალხისგან, დაახლოებით 10 წლის წინ რაც იყო ადამიანები უკვე იმის ნახევარიც აღარ არის. მით უმეტეს რომ არ არის ეს შორი და გადაკარგული სოფელი. რა თქმა უნდა გზაც არ გვაქვს. ხაშურის ცენტრიდან ბოლოა ჩემი სახლი ტყის დასაწყისში არის ზუსტად 3 კილომეტრი და ეს 3 კილომეტრიც კი არ გვაქვს ნორმალური გზა. და სამწუხარო, იცით შეიძლება 2 კვირა ვიყო იქ და ადამიანიც კი ვერ დავინახო ისია უკვე. ამ ფოტოზე ის გადაღებულია ჩემს სოფელში, ისევ ჩვენს სახლში, არის დედა ჩემი, ჩემი შვილი და ჩემი ძმის შვილი. და დედა ჩემი უკითხავს ზღაპრებს. და ყოველ საღამოს მიუხედავად იმისა, თვითონ კითხვა უკვე იცოდნენ, ძალიან უყვარდათ, როცა დედა ჩემი უკითხავდა, ანუ ან ვიღაცას უნდა წაეკითხა ზღაპარი და აი ესე ერთობოდნენ ხოლმე და ძალიან კარგი მოგონებები ამასთან ეს საღამოები ცეცხლის გვერდით გარეთ როცა ცივა სითბოში როცა ზღაპარს უკითხავს ძალიან ტკბილი მოგონებებთან არის და ბავშვები სულ იგონებენ ხოლმე ჩვენები როგორი იყო თავიანთ ბავშვობის მოგონებები აქვთ სულ ჩემს სოფელთან ჩვენს სოფელთან გიყვართ ზღაპრები? კი, ძალიან მიყვარს. ბავშვებიდან მიყვარდა და დღესაც ძალიან მიყვარს. დღესაც ვკითხულობ ხოლმე. ზღაპრები ჩემს ცხოვრებაში პირველად შემოვიდა ჩემი ბაბუსგან. ქართლში ჩვენ ბაბუს ვეძახით. და ის გვიყვებოდა ხოლმე ზღაპრებს. და მე როცა გავიზარდე და უკვე მე თვითონაც კითხვა დავიწყე, კიდევ წავიკითხე ზღაპრები. აი ციქარას გეტყვით, ციქარა უყვარდა ძალიან თვითონაც და გვიყვებოდა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მის მოყოლილ ზღაპრებს უფრო დიდი ეფექტი ჰქონდა ჩემს. აი ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ზღაპარმა, ვიდრე მე გვიან როცა წავიკითხე და თუ მაგონდება ეს ზღაპარი, სწორედ მისი მოყოლილი უფრო მაგონდება, უფრო შთამბეჭდავი, ძალიან სევდიანია, სადღაც რო აკვირდები როგორია. ცოტა მასევდიანებს ხოლმე ეს ზღაპარი, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს. და ამას ვფიქრობდი, სულ მისი მოყოლილი მაინც სულ სხვანაირი იყო. სულ სხვანაირ შთაბეჭდილებას ახდენ და ხანდახან ღამეც არ მაძინებდა და ისიც სულ მუდმივად გვიყვებოდა ხოლმე. და მე ვფიქრობ, რომ შემდეგში ცხოვრებას ის ძალიან წარმართავს, აი ეს ბავშვობაში მოყოლილი, ან თუნდაც აკითხული, მაგრამ მგონია რომ მოყოლილი უფრო
რაღაც სხვანაირ შტაბით. ანუ არ შეიძლება ასაკია იმ დროს, όσο შენ ჯერ არ კითხულობ და ვიღაცა გიყვება. საერთოდ ძალიან მიყვარდა ძველი ამბები და ყოველთვის მიყვებოდა. აი დედაჩემი მაგალითად არ ყვებოდა, არც თავის შვილიშვილებს არ ყვებოდა, მაგრამ მას ძალიან უყვარდა ჩემი პრობლემას მოყოლა. ეს ჩემ სკოლაშია გადაღებული, არ მახსოვს სიმართლე გითხრათ რომელ კლასში ვარ. ალბათ მე-9-10 კლასში, მე ხაშურში სწავლობდი და სოფლიდან დავდიოდით ქალაქში. მე განსაკუთრებით ძალიან მიყვარდა ჩემი სოფლის სკოლა, სადაც პირველი 3 კლასი ვსწავლობდი. ძალიან ცოტა ბავშვები ვიყავით, ალბათ 10-მდე. და იქ იყო ჩემი საყვარელი მასწავლებელიც თუ მკითხავთ, სწორედ იქ სწავლობდა გვასწავლიდა მარიამ მასწავლებელი. მარიამი იყო მეზობელ სოფლიდან, მარიამ ციცქიშვილი. ეს სოფელი გადაასახლეს, როგორც მეწყერ საშიში ადგილი, მაგრამ მან არ დატოვა თავისი სახლი, მიუხედავად იმისა, რომ ძმებმა აუშენეს ქალაქში სახლი და 17 წელზე მეტი მარტო ცხოვრობდა იმ სოფელში. და საინტერესო ყველაზე იყო მისი გაკვეთილები, გვასწავლიდა რუსულ, შრომას, ფიზკულტურას და ძალიან მხიარული და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გაკვეთილები იყო, იმიტომ რომ დღემდე ჩემზე სულ მაგონდება ეს გაკვეთილები, როგორი განსხვავებული იყო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ერთ დღეს ჩემმა კლასელებმა ორმა დაიგვიანეს გაკვეთილზე და ადრე გაზაფხული იყო და როცა მოვიდნენ, კითხა რატო დაიგვიანეთ და აჩვენეს ყვავილები, რომ ესე ყვავილების კრეფას გაყვნენ და დააგვიანეს და თქვა შეალქო და უთხრა რა კარგია რომ თქვენ გიყვართ, მე ამას ახლა ჩემს დღიურში ჩავწერო და მაშინ გავიგე რომ მარიამ მასწავლებელი წერდა დღიურებს. მე უკვე დიდი ხნის მერე მე ჩავედი სოფელში, წავედი მასთან და ვესტუმრე და მე მოვაგონე რომ მე მახსოვს რომ ესეთი ვიცი რომ თქვენ დღიურებს წერთ და უცებ მითხრა გინდა გაჩვენო ჩემი დღიურები წაგაკითხო და მომცა ეს დღიურები დაახლოებით 10 წავიკითხე, მე ავიტანე უყვებოდი ჩემს შთაბეჭდილებებს და მეორეთაც გამომატანა და რომ მიუტანე მეორეთაც მითხრა რომ მე მინდა რომ მე მგონი რომ შენ ყველაზე მეტად დაგაინტერესა ჩემმა დღიურებმა და მინდა რომ გაჩუქო. იმიტომ რომ ჩემს მერე შენ წაიკითხავ. და იცით რა ეწერა? ეს დღიურები იწყებოდა დაახლოებით 50 წლის განმავლობაში იწერებოდა. და უფრო სწორად 1953 წელს არის პირველი დღიური. მანამდეც არის ჩანაწერები, სხვადასხვა უფრო ფურცლებზე წერდა როგორც ჩანს და გარდა იმისა, რომ ეს იყო მისი ყოველდღიური ცხოვრების აღწერა, რაშიც ძალიან კარგად ჩანს, როგორ ცხოვრობდა ეს ჩვენი სოფლები იმ პერიოდში, სკოლა, რა ურთიერთობები იყო, იმდენად კარგად არის ეს დაწერილი, რომ მკითხულობ, ხედავ კიდეც ამ ყველაფერს. ის თავისთვის წერდა, ის ვარ წერდა არავისთვის, ამიტომ არ ალამაზებდა, თუმცა ისეთი ფრაზებიც არის იქ, რომ ძალიან შთამბეჭდავია. აი მაგალითად, გავრეკე ღორები და წავიღე შექსპირი. და კერავდა თვითონ და აი წითელი კაბა შეიკერა და წავიდა სკოლაში, სად მინდვრებია ის უნდა გაიაროს, გაზაფხულია და წერს ესეთ რამეს, რომ მივდიოდი მინდორში, მწვანე მინდორში როგორც წითელი ყაყაჩო. და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანის ჩემ ცხოვრებაში არსებობა, იმიტომ რომ ჩემ ბავშვობიდან მან ზედი შთაბეჭდილება მოახდინა. ბევრი რამ ვისწავლეთ მისგან. ძალიან უყვარდა ხელოვნება, კინო უყვარდა ძალიან და სულ მოჰქონდა ხოლმე ჟურნალები კინოზე. და ცდილობდა და 17 წელი იცხოვრა მარტო. და ამბობდა რომ მე არასდროს არ დავტოვებ აქაურობას. არც ერთი ღამე არ გაუთენებია თავის ახალ სახლში, მიდიოდა ხანდახან, მაგრამ ისევ ღამე ბრუნდებოდა და ამბობდა, რომ ჩემი მშობლების საფლავს არ მივატოვებ. არ ყოფილა გათხოვილი არასოდეს, მე ვერ ვეტყვი ზუსტად, მაგრამ მე მგონი აქაც პირველი სიყვარულის გამო, რომელიც ომში დაიღუპა.
დღეებში არაფერი იყო ამაზე? იცით, ბოლომდე არა, მაგრამ ინიშნებები არის და ამით მივხვდი. შეიძლება ადამიანი მარტოობაში ბედნიერი იყოს? კი, როგორ არა. მე ვფიქრობ, რომ მარტოობაში, რა ვიცი, ადამიანი უფრო იზრდები, უფრო შენ თავთან ახლოს შეები, ბევრი რაღაცის გააზრება უფრო ადვილი. მე ვერ ვხედავ, მე ცოტა მიკვირს ხოლმე, მეც მიყვარს მარტოყოფნა და მიკვირს იმ ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ მარტოყოფნა. აი, როდესაც მე მითხარით, რომ მივდივარ სოფელში და შეიძლება კვირები მარტო ვიყოს სულ და საერთოდ არ გძნობ თავს მარტო იქ. ჩემ თავთან ძალიან კარგად გძნობ თავს. და მით უმეტეს იმ სუფთა გარემოში, სუფთა ჰაერში, მეტი დრო რჩება ფიქრისთვისაც, თითქოს სხვანაირად მუშაობს თავიც, უფრო დიდი, კარგად გძნობ თავს ყოველ შემთხვევაში. მე კარგად გძნობ თავს და ჩემთვის არ არის ეს. მაგრამ არიან ადამიანები, მე ვიცი, ვისაც უჭირს მარტოყოფნა. სხვათა შორის ძალიან ცოტა ფოტო მაქვს ჩემი. და ეს სამწუხაროდ არ მახსოვს ვინ გადამიღო. მახსოვს ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ გადაამიღო, მაგრამ დამავიწყდა ვინ გადამიღო, ცუდია ეს და მაჩუქა. და ისე გამიკვირდა, იმიტომ რომ ვერც დავინახე, როდის გადამიღო. და მაშინ გაზეთში მუშაობდი ფოტორეპორტიორად და სულ ასე დავრბოდი ერთიდან მეორე წერტილიდან მეორე წერტილამდე. და ესეთი გამოთქმაც არსებობს ფოტოგრაფებს შორის, ვინ არის კარგი რეპორტიორი, ვისაც კარგი სირბილი შეუძლია. და ალბათ აი ესე მივრბოდი, ფიქრობ ეს ოპერის წინ არის გადაღებული, თუ არ მეშლება ასე მგონია. და დღეს უკვე კი არ მიყვარს მე დიდად თვითონ ფოტოს გადაღება, მაგრამ ესეთი მოულოდნელი ფოტო მომწონს და თანაც დრო მაინც სხვანაირად შეგახედებს. არ ვიცი რატო ვერ გავიგე, არ ვიცი. დიდად არ მიყვარს. თუმცა იყო დრო რომ ავტოპორტრეტებს ვიღებდი და მთელი სერია მაქვს ავტოპორტრეტების. აი ეს არის ეს ფოტოსთან ეს მოგონება. ეს უკვე თბილისში ხართ, ანუ მე სკოლა რომ დავამთავრე, 16 წლის ვიყავი, შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო სასწავლებელში და წამოვედი. თუმცა ყოველთვის მივდიოდი სოფელში, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან მენატრებოდა იქ და დღესაც იგივეა, დღესაც სულ მენატრება იქავა. აი რომ გავხედავ როგორი ამინდია, ვიტყვინეთ ახლა ჩემ სოფელში როგორი ამინდია. იმიტომ რომ იქ თავს ძალიან კარგად გვცნობ და მიყვარს იქაურობა. ადვილად აუწყეთ ფეხი აქაურ რიტმს, ანუ ქალაქის რიტმს. განსხვავდება ძალიან. დიახ, რა თქმა უნდა, გარემო სრულიად განსხვავებულია. მე 16 წლის ვიყავი, როგორც გითხარით და ძალიან მალე დავიწყე, ფაქტიურად დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე მთლიანად. მაგრამ მინდა გითხრათ, მე არ ვიყავი მზად დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. გარშემო რა გამოვიხედე, ვნახე, რომ ჩემი ტოლები ბევრად უფრო მზადი იყვნენ, ისინი ბევრად უფრო იოლად აეწყვნენ. მაგრამ მე ყოველთვის მქონდა ჩანაფიქრები. და ამიტომ ბევრი რამე ჩემთვის მეორადი გახდა. თავარი იყო ჩემი მიზანი, რისი მიღწევაც მინდოდა, რომ ესწავლა, მაგრამ რომ გითხრათ ბოლომდე ვისწავლე, ვერ შევძელი, რა თქმა უნდა, ფინანსური პრობლემების გამო. ამიტომ, რა თქმა უნდა, სოფლიდან ქალაქში ჩამოსულ ადამიანებს ბევრი ახალგაზრდებს, ბევრი წინაღობები ხვდებათ, ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ქალაქში დაბადებულებს და იქ მაცხოვრებლებს. მაგრამ ვფიქრობ, რომ სოფლიდან ჩამოსულები ბევრად უფრო მებრძოლები არიან, ამიტომ ეს ბრძოლის უნარიანობა აუცილებელია. ეს პირველი სამსახურია გაზეთში თუ? მე არ მახსოვს ის როდის არის გადაღებული. პირველი სამსახური ჩემი იყო, როდესაც ფოტოგრაფიით დავინტერესდი, ვსწავლობდი 1 წელი საყოფაცხოვრებო მომსახურების სასწავლო კომბინატია, ერქვა ასეთი დღევანდელი კოლეჯი. ამ კოლეჯში ასწავლიდნენ ფეხსაცმელების კერვას, ტანსაცმლის კერვას და მათ შორის ფოტოგრაფიასაც, როგორც საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროში მომსახურე ადამიანებს. ან მე რო დავამთავრებდი, უნდა მემუშავა ფოტოატელიაში ფოტოგრაფად. თუმცა ჩემი ოცნება არ ყოფილა ფოტოატელიის ფოტოგრაფობა, მე მინდოდა ფოტოგრაფია მესწავლა.
და აი დამთავრების შემდეგ ძალიან მალე დავიწყე მუშაობა პრესაში. ეს იყო პირველი ჩემი გაზეთი დვრიტა. ლაშა ნადარეიშვილი იყო ჩემი პირველი რედაქტორი და მე თან სხვადასხვა ჟურნალ გაზეთებში დავიწყე მუშაობა. თუმცა ძალიან მალე მივხვდი, რომ რა თქმა უნდა პრესამ დიდი გამოცდილება მომცა, მაგრამ მე მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი ფოტოგრაფია. მე მინდოდა გადამიღო ის, რაც მე მაინტერესებდა და არა ის, რასაც რედაქტორი დამავალებდა. და დავალებები, რომ გითხრათ, არც საინტერესო იყო, ძირითადად პოლიტიკოსები, პარლამენტი, რაღაცა ყველას ძალიან თბილისში რაც მოწოდა, იყო აქციები. და ვიღებდი აქციებს. აი ეს არის სწორედ ის სასწავლებელი, სადაც ფოტოგრაფიას სწავლობდი. ჯგუფში ვიყავით 24-ნი, 23 ბიჭი და მე ერთი გოგო. და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს სასწავლებელი იმით, რომ აქ იყო ლაბორატორია, ფოტოლაბორატორია და იყო ფოტოსტუდია. რა თქმა უნდა ეს ფირის დროა და მე შემეძლო დილიდან საღამომდე ვჯდარიყავი ფოტოლაბორატორიაში და მებეჭდა. მე მშღავნებინა ფირები. ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენლად დიდი ფუფუნება. და საღამოს რო გახდებოდა 6 საათი, ჩემი მასწავლებელი მიკაკუნებდა და მეუბნებდა წადი ახლა სახლში. იცით რამდენჯერ მithოვია, რომ ღამე დავრჩები აქ და დილამდე ვიმუშავებ, მაგრამ არ მტოვებდნენ. აი ეს მაგიური თვისება აქვს ფოტოლაბორატორიას იმ სიბნელეში, რომ ვერც გიხვდები რა როგორ გადის ძალიან სწრაფად დრო. აი თითქოს საერთოდ ვეღარ შეიგრძნობ დროს. და აი ეს იყო არც აქედან ჩემი ჯგუფელებიც აღარ შემომრჩენია და არ ვიცი ვინ მე გაყვა ფოტოგრაფიას ბოლომდე თუ არ გაყვა. აირჩიეს თუ არა ეს პროფესია თუ დროებით იყო ეს სასწავლებელი, ვერ გეტყვით ვერაფერს. იცით რა მინდა გითხოთ, იმას აქ შეეხა არ იცი ჯერ როგორი ხარ. არ იცი რა გინდა ზუსტად, არაფერში დარწმუნებული ჯერ არ ხარ, იმიტომ რომ უბრალოდ დღეს შეიძლება ხარ, მაგრამ ხვალ უკვე არაფერში არ ხარ. რა მომენტში მივხვდით, რომ აი კი სწორ გზას ვადგავარ, ჩემია ეს საქმე. თუ ყოველთვის იცოდით? არა, ყოველთვის არ ვიცოდი. ფოტოგრაფიის შესწავლა დავიწყე იმიტომ, რომ მე მინდოდა ამასობაში მე დავამთავრე სამხატვრო სასწავლებელი და მუშაობდი თეატრში მხატვარ დეკორატორად. მაგრამ მე სულ მინდოდა სკოლის პერიოდიდანვე ბოლო წლებში გამხდარიყავი ოპერატორი. კინო ოპერატორი, დოკუმენტური ფილმებზე მემუშავა და მე ყოფილიყავი რეჟისორის და ოპერატორის. ანუ ყველაფერი მე ყოფილიყავი, ეს ჩემი ესეთი ბავშვური ფიქრი იყო. და ვიცოდი რომ ამისთვის უნდა მესწავლა ფოტოგრაფია, რომ ჩამეპარებინა და ვისწავლე ფოტოგრაფია. ამიტომ წავედი ამ სასწავლებელშიც, მანამდე სხვა ადგილებში ვეძებდი, აი თითო მითკრებდი რაღაც პატარ-პატარა ცოდნას და შემდეგ აქ უკვე მომეც შესაძლებლობა რომ მქონოდა მემუშავა სტუდიაში და ლაბორატორიაში. და აი ამის მერე რაღაცა პერიოდში მივხვდი რომ მე ვერ გავაგრძელებ. ძალიან გამიჭირდებოდა თავი მერჩინა, თან მესწავლა. არც ის პერიოდია საკმაოდ რთული, თანდათან რთულდება ცხოვრება და მე მივხვდი რომ მე კმაყოფილი ვარ, ჩემი კამერის უკან მე ვარ ყველაფერი. ანუ თავიდანვე მქონდა ფიქრი რომ მე უნდა ვაკეთო ყველაფერი. აღმოჩნდა რომ ფოტოგრაფიაში ზუსტად ის არის, მე ვაკეთებ ყველაფერს. სხვათა შორის წლების მერე ეს ჩემი ბავშვობის ოცნება, როცა მეუბნებით რა ასრულდა, ანუ როგორც კინოოპერატორმა ვიმუშავე ერთ-ერთ ფილმზე. და მიუხედავად იმისა, რომ მე კიდე მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, მე უკვე უარი ვთქვი, იმიტომ რომ ცოტა უკვე შემეშინდა. ეს ფოტო ძალიან მიყვარს. ის მე და ჩემი შვილი ვართ, ავტოპორტრეტი, ჩემი შვილთან ერთად, მაშინ ალბათ რამდენიმე თვის იყო. მიუხედავად იმისა, ძალიან რთული პერიოდი იყო ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე ძვირფასი და კარგი მოსაგონარია ჩემთვის ის პერიოდი, როცა სახლში ვიყავდი, ჩემი შვილს ვსდიდი. და ფოტო ძალიან მიყვარს. და რაღაცებს ვახერხებდი კიდევ, რომ მე გადამიღო სახლშიც კი. აი ეს პორტრეტია, ავტოპორტრეტი ჩემს შვილთან ერთად. შეგცვალათ დედობა? რა თქმა უნდა, მე მგონი რომ
ყველას ცulis და ცხოვრებას ყოფ ორ ნაწილად, შენ შვილის დაბადება და შენი შვილის დაბადების შემდეგ პერიოდი. მე მგონია რომ ყველა ცხოვრება ასე მგონია რომ ნორმალურიც არის, იყოფა ორ ნაწილად ამის მიხედვით. როგორ შეგწვა? უფრო გავძლიერდი, უფრო ძლიერი გავხდი და შემდეგ წლებში ყოველთვის ხვდებოდი რომ ჩემი პასუხისმგებლობა რომელიც მე ავიღე, როცა შვილსაც შენ იღებ პასუხისმგებლობას, რომ იზრუნო შენ მასზე, ამა ძალიან გამაძლიერა. უკვე არ შემიძლია და ვერ გავაკეთებ და რაღაცები აღარ არსებობს. არის რაღაც რაც თქვენი შვილისგან ისწავლეთ, იმიტომ რომ ხო ძირითადად მშობელი ასწავლის თითქოს ბავშვს, მაგრამ პირიქითაც ალბათ არის ისიც სწავლობს. დღეს ჩემი შვილი დიდია და მე ბევრ რამეს ვსწავლობ მისგან. ბევრ რამეს ვეკითხები, თუმცა პატარაც როცა იყო. იცით რა, მე სულ ვაკვირდები, არა მარტო ჩემი შვილისგან, აი თუნდაც მე როდესაც რეგიონებში დავდივარ, იქ ბავშვებს ხვდები. იცით, მაინც უფრო სოფლის ბავშვები ცოტა სხვანაირები არიან. უფრო რაღაც უფრო მაღალ მთაში მიდიხარ, სადაც უფრო მეტი აქვს ტრადიცია, შენახული. თუნდაც უფროსების მიმართ მათი დამოკიდებულება როგორია? ბევრად უფრო განსხვავებულია, ვფიქრობ, ვიდრე ბარში. იმიტომ რომ ეს აღზრდის ამბავია, ხო? ეს როგორ ასწავლი შენ შვილს და რაც უფრო მგონია რომ ჩვენც ასეთი ვიყავით. ადრე ბარშიც უფრო მეტი იყო, შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მომწონს ეს ბავშვები როგორებიც არიან. იცით, ახლა ვფიქრობ, რომ მართლა მათგან ბევრ რაღაცას ვსწავლობ. უფრო ძლიერებიც არიან, იმიტომ რომ ისინი ისეთ გარემოში იზრდებიან, რომ თავისუფლად გადამიდიან ტყეშიც და მინდორებში, ანუ შიში, მე თხანთან მიფიქრე, რომ ეს ბავშვები ჩემ შვილს ასე გავუშვებდი, მაგრამ მე ვხვდები, რომ მეც ესე გავიზარდე თვითონ. ძალიან თავისუფლად და თითქოს ეს მე ცხოვრებაში მე ძალიან გამომადგა. მე ვხვდები ამას. და ამიტომ ბავშვებისგან ყოველთვის ბევრს ვსწავლობ, რა თქმა უნდა. ჩვენი შვილებისგან, იმიტომ რომ ისინი ცოტა სხვანაირად უყურებენ, თუნდაც იმ თავის ბავშვური თვალებით სამყაროს. ისე. არაჯანოვი ამბობდა, ხო იცით, ნამდვილი მხატვრობა თუ გინდა ნახო, საბავშვო გამოფენებზე წადია. ხო, ნამდვილი გულიდან წამოსული და ყოველგვარი გავლენისგან თავისუფალი. და ურთიერთობაშიც ასეთები არიან, იმდენად უშუალო, იმდენად მართალი, თითქოს გულუბრყველო, მაგრამ ძალიან მართლები არიან. და ხშირად ვამბობ, რომ მართლა ბევრს ვსწავლობ ამ ბავშვებისგან. ეს ფოტო გადაღებულია წლების წინ ბოლნისის რაიონში. ზუსტად არ მახსოვს ახლოს რომელი სოფელი იყო. იყო ერთ-ერთი პროექტი ქალების შესახებ, სადაც პატარ-პატარა ფილმებს აკეთებდით სხვადასხვა ავტორები და 4 ავტორი. და ამ ფილმების ერთი მეც გავაკეთე, რომელიც ჩემ სოფელში გადავიღე და დანარჩენი 3 ფილმის ოპერატორიც მე ვიყავი. და ესე მივდიოდი და ვნახეთ, რომ აქ აზერბაიჯანული სოფელია და ხალხი მუშაობდა მინდორში. ეს თივა გადაქონდათ. და ჩვენც მივედით, ვთხოვეთ გადაღება და აი აქ დავიწყე გადაღება და მე ავედი ზემოთ ურემზე. იქიდან ძალიან კარგად ჩანდა და აი ესე მოვხვდი კადრში, ვიღაცამ გადამიღო, არ მახსოვს ვინ გადაიღო. ერთ ჩვენი ჯგუფის წევრმა, რა თქმა უნდა, და მიყვარს ეს ფოტო ძალიან, საინტერესოც არის და თვითონ ამ პროექტზე მუშაობა ძალიან კარგი იყო. ეს პროექტი იყო ქალების შესახებ, სხვადასხვა რეგიონში მაცხოვრებელ ქალებზე. აქედან გამომდინარე, მე სხვადასხვა ჩემ სოფელში რომ გადავიღე დედაჩემზე. ადვილად შედიხართ კონტაქტში უცხო ხალხთან. კი, მე არ მიჭირს. არის გარემო, შეიძლება იშვიათად არის, როცა უკან ვიბრუნდები. ეს იშვიათად ხდება. მაგრამ მე განსაკუთრებით რეგიონის, ვინაიდან მე სულ რეგიონებში მუშაობ ძირითადად, ამ ადამიანებთან ძალიან მეადვილება ურთიერთობა.
ძალიან ადვილია რა თავარია შენ იყო გულწრფელი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთზე შენ ხედავენ რომ გულწრფელი ხარ მე ის ადამიანებიც ნელ-ნელა იხსნებიან მე კიდევ მნიშვნელოვანია ის რომ გაინტერესებს როცა ნამდვილად გაინტერესებს იცით ესინი ძალიან კარგად ხვდებიან უბრალოდ მარტო ფოტო არ არის მთავარი რას გადაიღო რა თქმა უნდა გაქვს ეს ფიქრიც მაგრამ პირველ რიგში მთავარი და მნიშვნელოვანი ჩემთვის არის ამ ადამიანებთან ურთიერთობა არა ის რომ მე ფოტოს გადავიღებ და მე კარგად იყავ არა მე ხანდახან შეიძლება მთელი დღე დავუყო და არც გადავიღო ხოლმე ფოტო და გავიცნო და გამიცნო მათაც ის ძალიან მნიშვნელოვანია ვინ ალბათ ყველა თავისებურია და თავისებურად საინტერესოა მაგრამ რომელიმე ადამიანი არ ვიცი ხა შეიძლება რთულია ესე გამოყოფა მესმის მაგრამ აი ვიღაცა მაინც ხო არ ჩაგრჩათ ისე მეხსიერებაში რომ აი სულ თქვენთან ერთად არის არ ვიცი აი უამრავი გმირი გყავთ და მესმის რომ რთულია ყველა ადამიანი არის თითო მოთხრობა მე ვიზიარებ ამ აზრს და აი ძალიან მიჭირს ხოლმე ესე გამოყოფა ხშირად მეკითხება რომელი ფოტო გიყვარს განსაკუთრებით არ ვიცი ყველა ჩემთვის ყველა აი ამ ადამიანის და ამ ფოტოს მიღმა დგას მოგონებები ურთიერთობები რომელიც ამ ადამიანთან და კიდევ უამრავი რა ყოველთვის უფრო ეს არის კადრი ერთი რომელსაც თქვენ ხედავთ და თუ თქვენს იმ ემოციას დაიჭერთ რაც მე დავიჭირე იქ ან თუნდაც თქვენი აზრი სხვანაირი იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანია თავარია რომ ადამიანებზე მოქმედებს თუმცა ამას აქვს გაგრძელება რა იყო მანამდე რა მოხდა მე იქ რა ურთიერთობები არსებობს რა ემოციები არსებობს ჩემთვის ძალიან მოქმედებს და სულ რჩება მეხსიერებაში რა თქმა უნდა ამიტომ რთულია ხოლმე ფოტოს არჩევა იმიტომ რომ აი ეს ამბები თავიდან ბოლომდე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება კადრი არ გამოვიდეს კარგი, მაგრამ ამბავი მაინც არის შენთან. და ეს ამბები მიყვარს ძალიან. ეს ფიროსმანის ნამუშევრიდან არის პატარა ფრაგმენტი, ძალიან მომეწონა. ეს ფიგურა, ფერები როგორია და ძალიან ბევრი მოხდა ასეთი ფრაგმენტები სხვადასხვა მხატვრის ნამუშევრებიდან გადაღებული. ეს უბრალოდ ერთხელ დავდე სოციალურ ქსელში, რომ დანარჩენს უბრალოდ მე ჩემთვის, ესეც ჩემთვის გადავიღე უბრალოდ მე რო ვნახო. ხოლო იმიტომ და მე ახლოდან დავათვალიერო, უფრო კარგად შევისწავლო, თითქოს ბევრად უფრო კარგად აღიქვა იმ შვიდა წყნარად ეს ფონჯის მონასმით შეიძლება ფერები ზუსტი არ ჯდება მე კამერაში, მაგრამ რა ვიცი უფრო დიდი დრო გაქვს და დადგე და ათვალიერო. და ძალიან კარგი ფიგურა, ძალიან მომწონს. გაგონებთ ვინმეს რამეს თუ უბრალოდ როგორც მხატვრობა ეს? აი როგორც მხატვრობაც მომწონს და ალბათ მაგონებს კიდეც. ჩემ გარშემო ვერ ასეთი ადამიანი, ასეთი ქალებს ვერ დავინახე. ჯოხით ხელში ალბათ მიდის რაღაც შავებში ჩაცმული თან და საინტერესო ფუნჯია თვითონ როგორია ფერები საოცარი. სოფლიოში ნებისმიერი მხატვრის ნებისმიერი ერთ ნახატის ჩამოკიდება რომ შეგეძლოთ სახში ორიგინალის რა იქნებოდა? ცოტა რთული კითხვა. უაიტს ენდრიუ უაიტს ჩემს საყვარელ მხატვარს. რომელიმე კონკრეტო ნახატი თუ ყველაფერი მიყვარს მისი ნახატი. ძალიან ფოტოგრაფიულია. აი ძალიან ემოციურია ჩემთვის, ძალიან შთამბეჭდავი. მგონია რომ იქ ვარ მეც. ან ვიყავი ოდესღაც იმ გარემოში, რომელიც ის ხატავს. ეს ფოტო გადაღებულია მაღალმთიან აჭარაში და არის ჩემი პროექტიდან, რომელსაც უკვე 10 წელია ვიღებ მაღალმთიან აჭარაში. ამ პერიოდს, ანუ თივის აღების პერიოდს იქ ეძახიან ჭალობას
და ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დროა ჩემთვის. რადგან ქალი, კაცი, დიდი ბავშვი, ვისაც შეუძლია ხელში დაიჭიროს ფიცალი და ფოცხი, ყველა მიდის იმისთვის, რომ მოაგროვოს ზამთრისთვის თივა. იმიტომ რომ ზამთარი იქ არის ხანგრძლივი, მათი ერთ-ერთი შემოსავალი არის მესაქონლეობა და ის რომ საკვები გქონდეთ მთელი ამ ზამთრის პერიოდში, თავიანთი პირუტყვისთვის და ეს ძალიან საყვარელი და კარგი ქალბატონი მეუღლესთან ერთად აგროვებდა თივას, მე თქმა უნდა მათ ვიცნობ და მივედი გადასა. ეს დიდ ადგილებშია ეს ზოგან ტყეს შორის არის მინდვრები, რომელსაც სათიბად იყენებენ და რაღაცა კილომეტრები ესე გადასასვლელი და მე ეს გზები ყველგან ვიცი, უკვე ბევრჯერ ვარ აქ ნახე და დავდივარ, ასე ვიცი, ახლა იქაც მეორეგან იქ სათიბია, იქ იქნება ხალხი, მე იქით გადავალ და ესე დავდივარ მთელი დღეები. დასახლებია საკმაოდ შორს არის, მათთან ერთად მივდივარ და მე დავდივარ ასე მინდვრებზე და მეტყვიან რომ ვიღაცა მეტყვის რომ არ დაიკარგო იქ ტყეში და მეორე ეტყვის რომ არსა დაიკარგება, მაგრამ აქ ყველაფერი იცის. მართლა ვიცი გზები, იმიტომ რომ წლები დავდივარ და მივდივარ მათთან და აი ესე გადავიღე ეს ქალბატონიც, ვინც სოფელი იცის, ყველა კითხულობს ხომ ეს როგორ ავიდა იქ და როგორ ჩამოდის. ეს თივა რა თქმა უნდა ნელ-ნელა იდება, ვინც არ იცის იმართვის, ცოტა სიმართლე გითხრათ, მიგვირს ხოლმე ხალხი როგორცა კითხულობს რომ არ იცია როგორ ხდება ეს პროცესი, რა ვიცი, ფილმში მაინც ხო შეიძლება დახვდეთ. შემდეგ ეხმარებიან ერთმანეთს და ესე ნელ-ნელა იდება თივა და იტკეპნება, ვიღაცამ უნდა დატკეპნოს და მე აი ესე მოხდა. სხვათა შორის ეს ფოტო როცა დავდე პირველად სოციალურ ქსელში, მე ერთ-ერთმა ტელევიზიამ გააზიარა და როგორც ჩანს ნახა ამ ქალბატონმა და მითხრა რომ ეს რა მიქენი ჩემი ფოტო ყველამ ნახაო და მივუთხარი როგორ გიცნეს მეთქი სახი არ გიჩვენს საერთოდ, კაბით მიცნეს. ხო და მე მეორე წელს რომ ჩავედი, მივედი და ისევ იგივე პროცესი ხდება და მეუღლეს ვკითხე მისას, რომ შეიძლება გადავუყო მეთქი და გადაიღეო ამან მითხრა და თვითონაც თავიდან თქვა, ვითომ ისა მე იცინო და მოდი რამდენიც გინდა გადამიღე. და მიყვარს ეს ფოტო და სხვათა შორის შარშან აი ზუსტად ამ ნოემბერში მე ვიყავი ბოლივიაში ფოტოფესტივალზე და ეს ჩემი გამოფენა იყო გამხსნილი ამ ფოტოფესტივალის და ეს ფოტო იყო მთავარი ფოტო ამ ფესტივალის და აი როცა ჩავედი ამ ქალაქში ძალიან მე ცოტა გავოცდი, იმიტომ რომ ქალაქის ქუჩებში იყო გაკრული აი ეს ფოტო აი 3 სართულის სიმაღლეზე. და გადაუღე ეს ფოტოები. ყველგან სადაც მივდიოდი, ეს ფოტო იყო გამოკრული, როგორც ამ ფესტივალის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო აქ და გადაუღე და გამოუგზავნე და უთხარი რომ იცოდე რომ შენ სამხრეთ ამერიკაში დღეს ყველაზე პოპულარული ქალი ხარ. და ძალიან მიყვარს ეს ხალხიც, ეს გარემოც და მუდმივად მენატრება. ეს ფოტოც მაღალმთიან აჭარაშია გადაღებული. მე ცალკე პროექტად გავაკეთე ეს შავ თავსაფრიანი ქალები, ასე უწოდე, თუმცა რო თქვა რომ ბევრგან დაიბეჭდა, არა, ანუ თავი არ მოუყარე ერთად. ეს ქალბატონები ატარებენ ძირითადად თავსაფრებს, ძირითადად შავი, აი ესეთი ნაჭერი, რომელიც ძალიან მოხერხებულია, იმიტომ რომ თავიდან არ ძურებათ და ამიტომ ალბათ საკმაოდ კარგად მყარად არის და ხშირად იყენებენ და მეც ავდექი და გადავწყვიტე, რომ ეს თავსაფრების ფონზე, აი სწორედ ეს თავსაფრები გადამეღო პორტრეტები. ცოტას კი ვიტყუებოდი, მაგრამ იმედი არ გამიბრაზდებიან. აი მათ ვისაც ვთხოვდი და დაჭერას, ვეუბნოდი, რომ თქვენ არ გამოჩნდებით, მეთქი სინამდვილეში ყველანი ჩანან. და აი ესე რა მაქვს დაახლოებით 20 ფოტო, აი ესეთი პორტრეტების გადაღებული და კარგი მოგონება. ეს წლების წინ გადავიღე, მე უკვე აღარ გამიგრძელებია. და აი ესე დავრჩა შავ თავსაფრიანი ქალები, ასე დავარქვი პირობითად.
რაღაცნაირად მე მესმის რომ ფოტო ახლა ყველას ძალიან სუბიექტურად უტოვებს რაღაც განცდას. ალბათ ჩემი ასეთი არ ვიცი შეიძლება სხვანაირი კონდეს, მაგრამ რაღაცა დიდი სევდას გრძნობ აი რატომღაც ამ ქალებისგან არ ვიცი შეიძლება ვწდები. დიახ, საერთოდ დოკუმენტური ფოტო ვამბობთ რომ ობიექტური, მაგრამ რეალურად არ არის ობიექტური, მაინც სუბიექტურია. აქ არის სამი მხარე, ასე შეგვიძლია ვთქვათ. ერთი ის რეალობა, რაც არსებობს, მეორე ფოტოგრაფი, რომელიც ხედვაც სუბიექტურია, იმიტომ რომ ჩვენ რომ გადავიღოთ 10 ფოტოგრაფმა 10-ვე სხვადასხვა განწყობით, სხვადასხვა იმით იღებს და ის აზრი რომ ფოტოში 50% შანს ის რეალობა რაც არის და 50% ფოტოგრაფი. ეგ მე ვეთანხმები ამას და მესამე მხარე ეს არის მნახველი, რომელიც სულ სხვადასხვაგვარად აღიქვავს. ასევე ნებისმიერ მნახველი სხვა რამე განცდას შემოაქვს, სხვა თავის განწყობას ხედავს, სხვადასხვანაირად მოქმედებს ყველაზე და სხვათა შორის მე ძალიან მაინტერესებს ხოლმე რას ფიქრობენ. და ხანდახან ისეთ რამეს მეუბნებია, რაც მე არც გამიფიქრე, ანუ ემოციურ გავლენას ვახდენ და ძალიან საინტერესოა ეს მნახველის მოსაზრება ხოლმე ჩემთვის. ეს ფოტო არის ჩემი ერთ-ერთი პროექტი და ერთადერთი პროექტია, რომელიც ქალაქში არის გადაღებული. ამ პროექტს ქვია ქალაქში დაკარგულები და ეხება სოფლიდან ქალაქში ჩამოსულ ადამიანებს. წლების წინანდელი პროექტია. რაღაცა პერიოდი ვიღებდი, მე ვფიქრობ და დავამთავრე, ალბათ დავამთავრე. და ან სწორედ ამ ადამიანების შესახებ არის, ვინც ქალაქში ჩამოვიდნენ და გააგრძელეს ცხოვრება. როგორც წევამ თქვი, მართვის ბრძოლა უფრო მეტი ბრძოლა უწევთ ადგილის დასამკვიდრებლად, თავიანთი თავების დასამკვიდრებლად, ჯერ ადგილის მოსაპოვებლად და მერე თავიანთი თავების დასამკვიდრებლად. ეს ყველაფერი ჩემ თავზე მაქვს გადატანილი, ძალიან კარგად ვიცნობ, ამიტომ რაღაცებს რაც შეიძლება ქალაქში დაბადებულმა არ იცოდეს. და სწორედ მათი შემიძლია ასე გითხრათ თანაგრძნობაა ჩემთვის ამ ადამიანების მიმართ და პატივისცემაც, როდესაც ვხედავ როგორი იბრძვიან ამის. ორმაგად ვუწევთ, იმიტომ რომ შენ ტოვებ შენ გარემოს, ნათესაობას, ოჯახს და ჩადიხარ უცხო გარემოში, სადაც არ ყავს არც ნათესავი, არც მეგობარი. თავდაპირველად არც სკოლის მეგობარი, არც ბაღის არავინ და იწყებ დამოუკიდებლად ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ვიღაცა არის თუნდაც ისევ იგივე გამოყოლილი იქიდანაც მეგობრები, მაგრამ ძირითადად მაინც ვერათ უფრო რთულია თავის დამკვიდრება. მხოლოდ აქაც ვამბობ, ვისთვის როგორ, ზოგს უფრო ადვილად გამოდის ეს, ზოგს უფრო რთულად გამოდის. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ეს პროექტი არის ჩემთვის ძალიან ახლო და ჩემი თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ. ხო. უცხო ქალაქში და საკმაოდ ცივ გარემოში, ესეც შემიძლია ვთქვა და იქ სადაც გეკითხებიან ვისი შვილი ხარ. სხვათა შორის ჩემსაც ხშირად უკითხავთ, ვისი თავიდან მიკვირდა რატომ იკითხებოდნენ, ხო არ იცის მე ვისი შვილი, მაგრამ მე ვხვდები რომ მთელი ცხოვრება ვაწყდები ამ. დღესაც კი ვაწყდები, ალბათ ახლა მაგას არ მეკითხებიან, მაგრამ დღესაც აწყდები სხვათა შორის ძალიან არაჯანს რაღაცებს, სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებას ეს ახასიათებს. რითი პასუხობთ ამას? თქვენთვის შინაგანად, ანუ მივხვდი რასაც პასუხობთ, მხოლოდ და მხოლოდ შრომით. ის რომ მე ბევრი ვიშრომო. იმიტომ რომ მე ყოველთვის ხვდები, რომ
არის მე მაქვს ჩემი პრინციპები, რომელთაც ვიცხოვრე ბავშვობიდან, მომყვება ეს პრინციპები ახალგაზრდობიდან და არასდროს არ მიღალატია, რა თქმა უნდა, ამან მეცხოვრება ბევრად უფრო გამირთულა ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ მე სხვანაირად არ შემიძლია. დღესაც ასე ვარ. მე მიმაჩნია, რომ მე ჩემი შრომით ცხოვრობ, რაც მეც მუშაობ, შედეგს ვიღებ. სხვა ბრძოლის თვისებები საბრძოლო თვისებები მე არ მაქვს და არც მიმაჩნია, რომ უნდა მქონდე. არ მიმაჩნია სწორად. ერთადერთი შემიძლია ვიშრომო და ვაკეთო ის, რაც მიყვარს და თუ გული მწყდება და ამას მე ხმამაღლაც ხშირად ვლაპარაკობ, რომ იგივე ჩემ პროფესიაში ძალიან რთულია იცხოვრო საქართველოში თავი დაიმკვიდრო კი არა შეძლო რაღაც მე არ ვითხოვ არასოდეს რომ ვიღაც მე უნდა დამეხმაროს ფინანსურად პირად ცხოვრების ამას შევძლებ ჩემთვის თავარი რომ ვიმუშაო პროექტებზე იმ იდეებზე რაც მაქვს რა ის ხელშეწყობა საქართველოში არ არსებობს საერთოდ არც ყოფილა არასოდეს და არც ახლა არ არის რაც მე თავი მახსოვს იმიტომ რომ ფოტოგრაფია დოკუმენტური ფოტოგრაფია დღეს მით უმეტეს იმის ფონზე როცა აღარც არსებობს ჟურნალ გაზეთები ეგეც ისიც აღარ არსებობს რაც ადრეც თუნდაც იყო ფაქტიურად დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში მომუშავე ფოტოგრაფი რჯები მარტო შენ თავის იმედად არავის ეს არ აინტერესებს და დარგი რომ განვითარდეს მას სჭირდება ხელშეწყობა მაგალითად მაღალმთიან აჭარას მე 10 წელზე მეტია ვიღებ და ვიღებ ჩემი ვაგროვებ ფულს ხალხი ხომ მიდის დასასვენებლად სადღაც მე მივდივარ იქ გადასაღებად და ასეთი უამრავი იდეა და ჩემთვის ეს ძალიან გულდასაწყვეტია რომ ამდენი მართლა არ შემიძლია ის დღეს რომ გადარჩი უბრალოდ გადარჩე იარსებო და მე თან პროექტებზე შენ თავი დააფინანსო ჩემთვის ეს შეუძლებელია ხდება და ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი ფოტოგრაფია არავის არ აინტერესებს იმიტომ რომ ფოტოგრაფია ეს არ არის დოკუმენტური ფოტოგრაფია ის რომ მაგალითად კედელზე დაკიდო ეს არის ისტორია ჩვენი ქვეყნის ისტორია რომელსაც მე ვფიქრობ რომ ყველაზე კარგად სწორედ ფოტოგრაფია ინახავს თუკი ჩვენ გავაწლები და როგორი იყო დღევანდელი საქართველო გვინდა დავინახოთ, თუნდაც 10 წლის მერე, თუნდაც ძალიან სწრაფად იცვლება ეს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფია დღეს ძალიან გაადვილდა და ყველას ფოტოკამერა უჭერია ხელში და ბევრად უფრო სწრაფიც გახდა, მოხერხებულიც, ვიდრე მაგალითად ფირის დროს, უფრო იოლი გახდა. მიუხედავად ამისა, გადავხედოთ 10-20 წლის წინ რა იქნება დღევანდელი საქართველოს ცხოვრება. შეიძლება მარტო რუსთაველი ჩამდეს ძირითადად ამ ფოტოებში და იცით როდესაც გინდა რომ გეგმაზომიერად იმუშაო დრო მეტი გაატარო იმგზავრო რეგიონში იცხოვრო იქ ეს ყველაფერი გვინდა არ გვინდა ფინანსებთან არის დაკავშირებული რაც ჩემნაირი რიგით ადამიანისთვის ცოტა რთულია ეს ფოტოც მაღალმთიან აჭარაშია გადაღებული. ვახერხებ ის რომ ერთი ზაფხულში და ერთი ზამთარში მაინც წავიდე და იმედი მაქვს რომ წელს წავალ კიდევ. რა თქმა უნდა იმედი მაქვს ჩემი იქაური მეგობრების, იმ ოჯახების, რომელთა გარეშეც მე ვერ შევძლებდი ამდენ მუშაობას. ეს აუცარი ხალხი, რომელთანაც ჩავდივარ ხოლმე ზამთარშიც და თუ არ ჩავედი მწერე, რატო არ ჩამოდიხარ? ხო თქვი რომ ზამთარშიც ჩამოვალ. მე თოვლი მიყვარს ძალიან. და ჩემი ბავშვობის მოგონებები სულ თოვლთან არის დაკავშირებული და მაღალმთიან აჭარაში ძალიან დიდი თოვლი იცის და აი ესეთ თოვლიანი ამინდია ისედაც დიდი თოვლი იყო და აი ფიფქები ცვიოდა ძალიან ლამაზად და მიყვარს ძალიან თოვლში სიარული. ზამთარიც მიყვარს და ახალი წელიც მიყვარს. მხოლოდ ჩემი ბავშვობის ახალი წელი მიყვარს, რომელსაც სოფელში ვხდებოდით, მაგრამ ჩვენ ყოველთვის აღნიშნავდით ძველ ახალ წელს. ახალ წელს საერთოდ არც არასდროს არ აგვინიშნია და ეს ყველაფერი იყო არ ვიცი, ჩემთვის ძალიან კარგი მოგონება, თოვლის, ნაძვის ხეც. აი ეს სამზადისიც რაც იყო, იცით შობის მერია, ხო? ეს შობისთვის ყველგან იკლებოდა საკლავი და სუფრაზიც იყო ტკბილეული და სტუმარით მოვიდოდა ყოველთვის საქმე არა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მეკვლეობა რომელიც არ ვიცი ახლა თუ ხდება კიდევ არ ვიცი
და მე მახსოვს რომ მოდიოდა ჩვენთან მეკლე, ჩვენც მივდიოდით სხვასთან მეკლეთ და ესეთ ძალიან ძვირფასი მოგონებებია ჩემთვის ეს ყველაფერი.